ბოლო დღეებში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული PSG-ს ფეხბურთელის ხუჩა კვარაცხელიას შესახებ გავრცელებული რამდენიმე მცდარი ცნობა გადავამოწმეთ. ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის დღეს ფეხბურთელებმა LGBT თემის მხარდამჭერი მაისურებით ითამაშეს. 17 მაისის მატჩზე ხუჩა კვარაცხელიაც იმ მაისურით გამოვიდა, რომელზეც LGBT დროშა და ანტიჰომოფობიური სლოგანი იყო დატანილი. სოციალურ ქსელებში საპირისპიროს ამტკიცებდნენ და ამბობდნენ, თითქოს ფეხბურთელი მოედანზე მსგავსი სიმბოლიკით არ გამოჩენილა. ისინი ფაქტის საილუსტრაციოდ მატჩის შემდგომ გადაღებულ ფოტოებს იყენებდნენ. ოსერთან გამარჯვების შემდგომ კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა. ჩემპიონობის აღსანიშნავად ფეხბურთელმა თანაგუნდელების მსგავსად ფორმა გამოიცვალა, რომელზეც ამჯერად LGBT დროშა გამოსახული აღარ იყო. მეორე შემთხვევაში კი Facebook-ზე გავრცელდა, თითქოს საფრანგეთის ლიგა 1 ლოგოს ჩანაცვლებას ქართველი ფეხბურთელის სილუეტით აპირებდა. იგულისხმებოდა 8 მარტს ფრანგულ PSG-სა და რენის შორის გამართული მატჩის ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც კვარაცხელიამ მაღალი ნახტომით ბურთი ფეხით გააჩერა და შეტევა წამოიწყო. ამ მომენტში გადაღებულმა ფოტომ ქართველი და უცხოელი გულშემატკივრების აღფრთოვანება გამოიწვია. ის ლიგა 1-ის სოციალურ ქსელებშიც გამოჩნდა, თუმცა მათ არსად განუცხადებიათ, რომ ტურნირის ლოგოს ჩანაცვლებას ხუჩა კვარაცხელიას სილუეტით გეგმავდნენ. ამ და სხვა საკითხებზე გავრცელებული ყალბი და მანიპულაციური მტკიცებების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ მითების დეტექტორზე.